ვეებერთელა დედამიწის 1/7-ზე გადაჭიმულ იმპერია რუსეთში დასაკვირველია ჯერაც არის ძალიან ბევრი სტრატეგიული ობიექტი, რომლებიც უკრაინას ხაზგასმით ვიტყვი ამ სიტყვას ჯერ და ჯერჯერობით არ გაუნადგურები, არ დაუბომბავს იერიში მათზე არ მიუტანია. მაგრამ ის რომ ჯერ და ჯერჯერობით იერიში არ მიუტანია დრონებით უკრაინას რომელიმე 1 თუ 7 თუ 17 ობიექტზე რუსეთის სიღრმეში არ ნიშნავს იმას, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ მაისის ბოლოდან, ივლისის დასაწყისიდან, ივლისიდან თუ აგვისტოს, სექტემბერ, ოქტომბრიდან უკრაინა მათ არ შეუტევს და ან პირწმინდად არ გაანადგურებს, ან წყობრიდან არ გამოიყვანს. გმირი სახელმწიფოს გმირმა ლიდერმა ზელენსკიმ ამ 5-6 დღის წინ თქვა დაახლოებით შემდეგი. უკვე ივნისიდან ელოდეთ სიურპრიზებსო ჩვენი დრონების არმიით იერიშებს მივიტანთ ისეთ ობიექტებზე, რომლებიც რუსეთს დღემდე დაცული ან ბოლომდე დაცული ჰგონია. სიურპრიზებს ელოდოს რუსეთიო. ისეთი სერიოზული დარტყმები, ისეთ სერიოზულ დარტყმებს მივაყენებთ ჩვენ, ისე სერიოზულად შევუტევთ ჩვენ რუსეთის ამა თუ იმ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტს. ახლა მე ჩამოგისახელებთ ტოპ 10-ს ყველაზე მნიშვნელოვანი მძლავრი რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისა წლიური სიმძლავრის მიხედვით და მე უკვე იმასაც გეტყვით, რას შეუტია უკვე უკრაინამ და მაღალი ალბათობით რას შეუტევს ჩემეული გათვლით. პირველი, ეს არის კირიშის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაახლოებით 20-25 მილიონი ტონა წელიწადში. ეს არის ნიჟნი-ნოვგოროდის ნორსის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც ეკუთვნის ლუკოილს 17 მილიონი ტონა წელიწადში. რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, მე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ზოგიერთ მათგანზე იერიში უკრაინამ უკვე მიიტანა ამაზე ოდნავ მოგვიანებით. ეს არის მოსკოვის გაზპრომ ნეფტს რომ ეკუთვნის 14 მილიონი ტონა წელიწადში გადამუშავება, იაროსლავლის 15 მილიონი, ომსკის 22 მილიონი. კირიში გითხარით მგონი, თუ არ მithქვამს, ტუაფსეს 12 მილიონი. კუიბიშევის და სამარის დაახლოებით 7-9 მილიონი, 7 მილიონი და 9 მილიონი. მოკლედ დადასტურებული შეტევები როიტერსის მიხედვით და სხვა წყაროების მიხედვით არის კირიში, რიაზანი, მოსკოვი, ნორსი, იაროსლავლი, ტუაფსე, სამარა და კიდევ ერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ანუ ტოპ 10-დან მინიმუმ 7 ან საერთოდაც 8 ობიექტი უკვე დრონების საბიზნე გახდა. ყველაზე ხელშეუხებელი დიდი ეს ნავთობგადამამუშავებლები ამ ეტაპზე ძირითადად ციმბირში და ურალსიკითაა. ეს არის ომსკი, აქ გითხარით 22 მილიონი ტონა წლის განმავლობაში. ეს არის ანგარსკი, მოცულობა სიმართლე გითხრათ ვერ ვნახე, თუმცა ოდნავ პატარა იქნება, მაგრამ დიდი იქნება ისიც და ეს არის ნაწილობრივ სალავატი. რატო ვერ უტევს ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში უკრაინა? იმიტომ რომ ნამეტანის შორსაა, ბევრი თქვენგანი მეტყვის და მართალი ბრძანებაა. დიახ, ნამეტანის შორსაა, იმიტომ რომ ურალს იქითაა, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ ვნახეთ ამ წლების, კი არა, ბოლო თვეების განმავლობაში, რომ უკრაინისათვის მანძილი უკვე აღარ არის პრობლემა. უბრალოდ ლოჯისტიკური დალაგება არის აუცილებელი იმისთვის, რომ უკრაინა მიიტანოს იერიში ასე მაგალითად ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე და თუ არ გაანადგურებს დააზიანოს ის კარგა ხმით მაინც. ეს ყველა აღდგენამდე მაინც და აღდგენას კი ფული სჭირდება დამატებით, რაც რუსეთს განა არა აქვს, მაგრამ რაც რუსეთს ელევაო თუ ვინმე მეტყვის, ეს ვინმე მართალი იქნება. დიახ, რუსეთს სულ უფრო უჭირს, მათ შორის უჭირს მის ბიუჯეტსაც, მის ეკონომიკასაც და ასე თუ ყოველ შემდეგ ჯერზე უკრაინა დაბომბავს ერთ ან მეორე ობიექტს, ან იმავე ობიექტს, რომელიც დაბომბა პირობითად 2 კვირით ადრე, რუსეთს სხვა თუ არაფერი მობეზრდება, აღარ შეეძლება აღადგინოს ბოლომდე ასე მაგალითად კირიშის, რიაზანის, მოსკოვის, ნორსის დაბომბილ ნავთობგადამამუშავებლებს ვახვილებთ ყურადღებას, ან სხვა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, ან სხვა სტრატეგიული ობიექტები. რუსეთს უჭირს ძალიან სამხედრო ინდუსტრიაში, რუსეთს უჭირს ძალიან ეკონომიკაში,
რუსეთს უჭირს ძალიან ადამიანური რესურსის თვალსაზრისით და არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა ახალი მობილიზაცია გამოაცხადოს, თუმცა შესანიშნავად ხდება ყველა ის მიმომხილველი, რომ ახალი მობილიზაციაც კი ვერ უშველის რუსეთს, რამდენადაც ახალი მობილიზაციის შედეგად საზარბაზნე ხორცს მორიგ ჯერზე გაიწვევენ. ამ საზარბაზნე ხორცის მეუღლეებს მომავალი წლის მაისში აზეიმებენ ეგრეთ წოდებულ დიდ საამულო ომში გამარჯვებას და კარგ ხასიათზე დააყენებენ იმისა და გამო, ალბათ ფულიც გადაუხადეს, იმის გამო, რომ მათი მეუღლეები დაიღუპნენ ამ ეგრეთ წოდებული SVO-ს ფარგლებში, მაგრამ რეალურად რა ხდება რუსეთში, რომ ვიცოდეთ, მაინც უნდა ვიცოდეთ და მე გეტყვით რა ხდება. არ არსებობს რუსეთის ფედერაციის არც ერთი რეგიონი, არც ერთი ოლქი, სადაც სრული მოსახლეობის ხაზგასმის გულისხმებიან ბავშვ დაბადებულები, მოზარდები 18 წლამდე, სრულწლოვანები ქალები, კაცები, ასევე მოზარდები თუ ბავშვები თუ ასევე მოხუცები, რომლებიც ჩავთვალოთ, რომ არიან 60 წელს ზემოთ. აი ამ 100%-დან ამა თუ იმ ოლქისა, ამა თუ იმ რეგიონისა, ამა თუ იმ ქალაქისა და გამყოთ ერთ წუთს, ჩავთვალოთ, რომ ნახევარი კაცია, ნახევარი ქალია. ანუ 50%-დან. ამ 50 მამაკაცი პროცენტიდან ავიღოთ, რომ ამის ნახევარი კიდე გავა 100%-ად და 50% ჩავთვალოთ, რომ ან ბავშვია, ან მოხუცებული. ანუ 25% მთლიანად, მოკლედ არ არსებობს არც ერთი ოლქი, არც ერთი რეგიონი, არც ერთი ქალაქი, სადაც დაღუპული, ომში წასული კი არა. დაღუპული არ იყოს უმცირეს 6-7 და ზოგიერთ რეგიონში 10-12%-ისა. სრულწლოვანი ბრძოლის უნარიანი ახალგაზრდა ბჭყალებში თუ ბჭყალებოდ ჯანღონით სავსე ახალგაზრდები, რომლებიც ეღუპება რუსეთის ოკუპანტები ჩვენს ენაზე და სწორია რომ ასე ვაფასებთ, მაგრამ იმ ქალაქებისთვის, რეგიონებისთვის, იმ საზოგადოებისათვის ეს მათივე მაცხოვრებლები, მათივე თანაქალაქელები თუ თანასოფლელები არიან, რომლებსაც ხარამის გაკეთება შეეძლოთ, თქვათ ობიექტურები თუ ვიყოთ, მაგრამ პუტინმა საზისხარმა ტიპმა ეს ადამიანები საზარბაზნე მომზადების გარეშე საზარბაზნე ხორცად აქცია და ამ ყველაფერს ემატება პრობლემები ეკონომიკაში, პრობლემები ინფრასტრუქტურაში, პრობლემები ფინანსური ხასიათის, პრობლემები დემოგრაფიული, დღეს პუტინი გამოვიდა და ილაპარაკა იმაზე, რომ დემოგრაფიული მდგომარეობა არც თუ სახარბიელო, იმიტომ არ არის პირველ ყოვლისა, რომ ამდენი მსხვერპლი ყავს, დაღუპული ყავს რუსეთს, აი ესეთ უსაზიზღრეს უმძიმეს მდგომარეობაშია რუსეთი. ეს კი კადრებია მარიუპოლიდან, აი გმირი ქალაქი მარიუპოლიდან არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ და მაინც ვარაუდობენ, რომ ივნისიდან ასე სექტემბრის ჩათვლით უკრაინამ ჩაჭრას მარიუპოლამდე გზა, მოსწყვიტოს შესაბამისად გაყოს, ესე ვიტყვი, დონბასი და აქეთ მხარე, დონბასის ჩვენ რო შევხედავთ მარჯვენა და მარცხენა მხარეები, ყირიმისკენ მხარე და აქეთ აღმოსავლეთისკენ და უკვე შემდგომ მოსწყვეტს რა, ლოჯისტიკურ ხაზებსაც გასწყვეტს და ამ გზით, ამ ნაბიჯით წელში გაწყვიტოს რუსეთი, ესეთი აფეთქებები, ესეთი მძიმე რუსეთისათვის მძიმე იერიშები უკვე მიაქვს უკრაინას რუსეთისთვის მნიშვნელოვან აი ქალაქებზე, რომლებიც რუსეთმა ძალის ძალადობით და რის ვაივაგლახით აიღო. აქვე ვიტყვი, რომ დაახლოებით 300 და ერთი ინფორმაციით 500 ჯარისკაცი, ბანდიტი, სალდატი, ოკუპანტი ეღუპება რუსეთს 1 კვადრატული კილომეტრის აღებისათვის, რაც საოცარი და წარმოუდგენელი რიცხვია. რატომ ეღუპება? არა მარტო იმიტომ, რომ ომი არიციან ან რეკრუტირებულები არ არიან, არც მარტო იმიტომ, რომ უკრაინელი ჯარისკაცი გაცილებით მომზადებულია ერთ-ერთი წილ და უკრაინას შეუდარებად ნაკლები დანაკარგები, თუმცა რა საკვირველი აქვს უკრაინასაც დანაკარგები, არამედ იმიტომაც, რომ შეტევაში ვინც არის და რუსები შეტევაში იყვნენ ყოველ შემთხვევაში, მას ყოველთვის რომ ვიცოდეთ, უჭირს და გარდა ამისა, რუსეთის დედოფშინა ბანდიტური არმია ვერ მარაგდება ტყვია-წამლით დროულად, ვერ მარაგდება სხვა დამხმარე საშუალებებით და მათ შორის საკვებით დროულად, წყლით დროულად და მიტოვებული და მიგდებული ხავს რუსეთის საკუთარი ჯარისკაცები. აქვე გავიხსენებ, რომ ხო ყვდებიან რუსები დამასკეულებით დადასტურებულად, ხო ყვდებიან, რომ გამოყვანა ამ დაღუპულებისა, მისივე მკვდრებისა და გამოყვანას რუსეთი ვერ ახერხებს ხშირ შემთხვევაში და უკრაინელები პატრონობენ რუს მკვდრებს, ცხედრებსა თუ ნეშტებს,
უკრაინელების მიხავთ ეს გარდახსვილი კი რა დაღუპული ჯარისკაცები და ინახავენ, აი აპაკეტებენ ცოტა სიმეჯხერს და ელოდებიან როდის მიმართავს მათ მოსკოვი მკვდრების გარდაც დაღუპულების გაცვლის მოთხოვნით და უკრაინელები ბოლომდე პატრონობენ ბჭყალებში თუ ბჭყალებოდ ბჭყალებში არა უბჭყალებოდ თუნდაც რუს მკვდრებს და თვეები გადის ინისის და წელიც კი გადის ხოლმე როდესაც მიმართავს რუსეთის შესაბამისი უწყება ამ ჰუმანიტარული წინააღმდეგობით უკრაინის შესაბამის უწყებას მკვდრების გამოყვანის თაობაზე, თუმცა არის ძალიან ბევრი დაღუპული რუსი, რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით უნდა იგრძნოთ ეს სუნი ყარს ბრძოლის ვენზე, ბრძანეშტი ბევრი დაღუპულის აქვე ვიტყვი, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ორეხოვოს მიმართულებით გაანთავისუფლეს მალა ტოკმაჩკა ესეთი სოფელი რომლის გარშემოც რა არ ხდებოდა და რუსეთმა რამდენჯერ არ გამოაცხადა რომ ავიღეოდა, რამდენჯერაც აიღო ბჭყალებში, იმდენჯერ იმაზე ერთით მეტჯერ დაკარგა, ერთხელ რო აღბართა რუსეთმა დროშა, იმის შემდეგ ჩამოუხიეს ის დროშა, ჩამოუხიეს და უკრაინელებმა დაიბრუნეს ეს ტერიტორია და უკვე დაიბრუნეს როგორც ჩანს საბოლოოდ და სამუდამოდ. მოკლედ ამბები ესეთია რუსეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტები ფეთქდება, ნადგურდება და არ არის შორს ის დრო, როდესაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და კიდევ უფრო მძლავრი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ან დაზიანდება, ყველაზე მინიმუმს ვიტყვი, ან საერთოდაც განადგურდება და ეს კიდევ ერთი მადასტურებელი კი არა, მიმანიშნებელი იქნება იმისა, რომ უკვე შემდგომ კრემლში შეიძლება დაიწყოს დღეს რომ წარმოუდგენელი გონია ისეთი საოცარი მეთქი ასე ვიტყვი პროცესები ბევრი თქვენგანი დღემდე ფიქრობს რომ პუტინზე უარესის მოცვლაც კი შესაძლებელია მეც გულახდილად გეტყვით ამაზე მიფიქრია მაგრამ მეორეს მხრივ იმაზე უფრო მიფიქრია და იმ ანალიზს უფრო მიუყვები და ვიზიარებ და მეც თქვენის ნებართვით ასე ვიტყვი ამგვარ ანალიზს ვაკეთებ რომ პუტინზე უარესი ვერ მოვა არა იმიტომ რომ ასეთი არ არსებობს ასაკვირველი არსებობს რუსების დერჟავისსა და პუტინისსა და რაშიზმს რა დალებს რუსულ საზოგადოებასა და პოლიტიკურ ელიტაში და კგბ-ში და გენერალიტეტში მაგრამ არც ერთს მის მოვა შემდგომ პერიოდში არ მოუნდება პუტინის ხაზის გაგრძელება შესანიშნავად ეცოდინება რა რომ პუტინი მისი წინამორბედი სწორედ ამ მარცხისთვის და ამ ომისთვის დაისაჯა მეთქი ვიტყვი ასე და რასაკვირველია დაისაჯა უკრაინელმა კამიკაძე დრონების მიერ დაბომბილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მეოთხე თავდასხმიდან 3 კვირის შემდეგ დაზიანებული რეზერვუარები ნავთობის პირველადი გადამუშავების ზარადგარი კვლავ სარემონტო ან დემონტაჟის სამუშაოების გარეშეა ფოტო გადაღებულია 20 მაისს და რეაქციად ყურადღება ამ ფოტოს და ამგვარი მადასტურებელი რომ რუსეთის კრიტიკული ინფრასტრუქტურა კატასტროფულ მდგომარეობაშია არის ბევრი და ბევრზე ბევრი კიდევ ერთი ინფორმაცია იმის თაობაზე რომ უკრაინა შეიძლება მიიღონ ევროკავშირის ასოცირებულ წევრად ამ ინიციატივის ავტორი არის ფრიდრიხ მერცი ფოტოზე თქვენგან შესაბამისად მარცხნივ და ხვდები შუაში მაკრონი მიუერთდება ყველაფერს სტარმერის ბრიტანეთი კი არ არის ევროკავშირის წევრი მაგრამ პრინციპში ბრიტანეთიც დაუჭერს ამ ყველაფერს მხარს ერთი ინფორმაციაც ეს არის უსაინტერესო ესი ამბავი ნახეთ საინტერესოში ფოტო პირველ ყოვლისა ნახეთ მიაქციეთ ყურადღება ეს პირველად ხედავ ამ ფოტოს თუ და დავზუმოთ თუ გნებავთ და ჯერ წავიკითხოთ თქვენის ნებართვით უკრაინის სახელმწიფო სპეციალური სატრანსპორტო სამსახურის 793 ბრიგადა აქვეყნებს ფოტოებს დონბასის აი ამის დათმობას ავალდებულებს ან დათმობისაკენ უბიძგებს დათმობას ითხოვს რუსეთი დონბასის ახალი თავდაცვითი ხაზის ერთ-ერთი მონაკვეთის მშენებლობიდან ანუ უკრაინელებს აქვთ ძალიან გრძელი და ძალიან ფართო თავდაცვითი ზღუდეები ფოტოს გაჩვენებთ ახლა 2 3 4 ფოტოა და რუსები ითხოვენ რომ ამ ტერიტორიიდან გადითო ეს ტერიტორია ამ ტერიტორიას მე დავიკავებო და წარმოიდგინეთ ეს რომ დათმოს უკრაინამ
თავად რუსეთს რა ინფრასტრუქტურა ჩაუვარდება ხელში და ისიც წარმოიდგინეთ რომ ამის იქით არის ერთი სტეპი თქვენ ისე ვართ ასე ვიტყვი მოკლედ შედარებით ეს ვაკე ტერიტორია და უკრაინას პრაქტიკულად აღარ აქვს თავდაცვითი ზღუდეები ამიტომ არასდიდებით ამის დათმობა არ შეიძლება მათ შორის იმიტომ რომ რუსეთმა არ მიიტანოს იერიშების სხვა ქალაქებს ეხლა გავშალოთ ფოტო დავათვალიერებთ ერთად მეც დავათვალიერებთ თქვენთან ერთად და უკვე შემდგომ დაგემშვიდობებით დავზუმოთ ეს არის მეც ვაკვირდები თქვენთან ერთად თავდაცვითი ზღუდეები ეს არის მავთულხლართი ერთი როგორც მევხვდები ეს არის ესე იგი ზიბე ტექნიკის საწინააღმდეგო როგორც მევხვდები ჯებირები ეს არის მავთულხლართი 2 მავთულხლართი 3 უფრო ახლოს რომ გაჩვენოთ სხვა კადრი სხვა ფოტო აი ესე ჭიმავენ მავთულხლართებს უკრაინელები ეს არის მავთულხლართები ეფექტურია ხო სხვა თუ არაფერი და მეოთხე ფოტოც მოდის ვიხდი აქეთ უნდა იყოს ხო მეოთხე ფოტოც პრინციპში იდენტურია ბოლო ინფორმაციაც წავიკითხოთ რამე ხო აქ ესეთი ინფორმაცია როგორც ჩაჭრიან უკრაინელები სწორედ ხერსონამდე გზას და ზელენსკისაც მოусმინოთ და დავასრულოთ ჩვენი ვიდეო ბლოგი გასულ ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის იერუსალიმის ნავთობგადამამუშავებელი ის თემაზეა საუბარი ქარხნის მიმართულებით იმოქმედეს ჩვენი ტერიტორიიდან დაახლოებით 700 კილომეტრის დაშორებით არ დაგავიწყდეთ რომ მოსკოვის დაახლოებით ამ მანძილზეა დაშორებული უშუალოდ მოსკოვი ან მოსკოვის გულით უგდებოდ ასე ვიტყვი ესმის რომ ის უფრო დაცულია მაგრამ მაინც ჩვენი ომი ოკუპანტის სახლში რუსეთში ჩვენ ომი ოკუპანტის სახლში რუსეთში შეგვაქვს და ეს სრულიად სამართლიანია დიახ რუსებმა უნდა იწვნიონ ის რაც მათმა ლიდერმა და მათმა პოლიტიკურმა ელიტამ დამართა უკრაინას ბოლო კითხვა დავსვათ ბოდიში წავიკითხოთ დარტყმები ასევე განხორციელდა წინასწარ განსაზღვრულ მიზნებზე უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე 2026 წლის დასაწყისიდან ფრონტისზე რუსეთის დანაკარგება უკვე 145,000-ზე მეტი ადამიანს მიაღწია კერძოდ დაიღუპა 86,000 თითქმის სულ 59,000 მძიმე დაიჭრა ხოლო 800-ზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურე ტყვედ ჩავივარდა ჩვენ სუმის ოლქის სასაზღვრო ზონაში დასახულ მიზნებს ვაღწევთ ამას ამბობს პრეზიდენტი ზელენსკი სულ მინდა რომ სხვა ინფორმაციებით წაგიკითხოთ ასე მაგალითად ომი გარდამტეხ მომენტშია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიხა მოსკოვზე ზეწოლა იზრდება უკრაინა თავდაცვის ხაზს ინარჩუნებს და უკრაინა ეს უკვე ჩემი სიტყვებია მე ვიმეორებ ზელენსკის სიტყვებს უკრაინა დაავალდებულებს პრინუჟდენიე როგორ არის აიძულებს რუსეთს რომ რუსეთმა უკან დაიხიოს რუსეთმა დათმოს და რუსეთმა ეს ომი შეწყვიტოს და დამარცხებაც თუ შესაძლებელი იქნება ეს აღიაროს როგორც რუსეთი დამარცხებას არ აღიარებს მანამ სანამ დინგით არ დანარცხდება და დამარცხდება მოკლედ ამბები კარგია უკრაინის ფრონტიდან მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზეც სულ უფრო მეტი და დიდი აქვს მხარდაჭერა ქვეყანას რომელიც არ მარცხება პირიქით იმარჯვებს და გამარჯვებულებისკენ რასაკვირველი არის ეს არის ამ სამყაროს მახასიათებელი გამარჯვებულებისკენ არის ხშირად ცივილიზებული სამყარო რომელიც უკრაინისკენ ნებისმიერ შემთხვევაში არის მაგრამ უფრო მძლავრადაც უნდა ყოფილიყო გასულ პერიოდში მაგრამ ახლა როცა უკრაინა წინ მიიწევს ევროპა ამერიკა დასავლეთი მას უფრო უჭერენ მხარს და ეს სიტყვები არ წარმოუდგავს პრეზიდენტ ტრამპს მაგრამ ამას გულისხმობდა უთუოდ 1-2 ბოლო გამოსვლებისას თქვენ უკვე გაქვთ კარტებიო მას შეუძლია ამის თქმა მას აქვს უკრაინას აქვს ეს კარტები და ბოლო წინადადება გამიგზელდა ვიდეო ბლოგი ამას ყველაფერს ხდება უკიდურესი უვიციც კი პირობითად მალაიზიაში ან პირობითად თავისი კოლუმბიაში ან პირობითად დანიის სამეფო გრენლანდიის კუნძულ გრენლანდიაზე მაცხოვრებელი ან კანადაში მაცხოვრებელი ან ახალ ზელანდიაში მაცხოვრებელი იაპონიაში მაცხოვრებელი ჩუკოტკაში
მაცხოვრებელიც კი ხვდება ამას. აი რატო ვერ ხვდება ამას ბიძინა ივანიშვილი? მე სიმართლე გითხრათ არ ვიცი. გავიგე რომ გადახლართულია რუსეთთან, მაგრამ ხო უნდა რაღაცნაირად მაინც უნდა სხვას მაინც უნდა აფრცელებინებდეს ხმას რომ მომენტ აი რუს-უკრაინა რომ ცოტა წინ წაიწევს მერე საქართველოს ხელისუფლება შეცვლის საკუთარ პოლიტიკას. ამასაც რომ არ აკეთებს, რატომ იმდენად გახლართულია საკუთარ კომბინაციებში ბიძინა ივანიშვილი რომ ჯერ ერთი უნდა რომ უკრაინა დამარცხდეს. არ უნდა რომ რუსეთმა დამარცხება იწვლიოს, მარცხი იწვლიოს. ეს ერთი და მეორე კიდევ ერთხელ ან ორჯერ, ან შვიდჯერ რუსეთთან არის გადახლართული ისეა გამოჭედილი საკუთარი სუქი ბიბილოთი ყურისა, რომ ღმერთმა უწყის, რითი აშანტაჟებს მას იმპერიის დედაქალაქი. მაგრამ მოუწევს. უკრაინა უნადგურებს რუსეთს ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებს. აი ეს უკრაინა სამ დღეში რომ უნდა დაცემულიყო და აქ ქართველ რუსებს, ქართულ გვარიან რუსებს ამის გამოყინჟინა რომ უნდა დაეცათ და ბუკიდან ნაღარა კიდევ. უნდა ემღერათ. აი რა ბრძენია ბიძინა ივანიშვილი, ამ ომს გადაგვარჩინაო. იმარჯვებს უკრაინა. ეს უნდა შევიდეს თქვენ არა თავსა და გონებაში, არამედ მოსკსა და ბაშკაში. ნახვამდის.